არ ვიცი მართალი გითხრათ ეხლა ასეთი ინფორმაციის დონეზე არა მაქვს არაფერი უყურებ მე ისე ვიცი როგორც თქვენ აი რასაც ხედავთ და ვხედავთ რას რომ ამ ადამიანს ხშირად სულიან თანამდებობიდან თავს უქვევით მოდის ასე ვთქვათ იყო დანიშნეს სუსის უბრალოდ მისი დანიშნა ჩაითვალა რომ დიდი ძალაუფლებაა ძალიან მერე სუსის უბრალოდობიდან გადაიყვანეს რაღაცა ძალოვნების კოორდინატორად თუ სულიად გაუგებარ რაღაც თანამდებობაზე აპარატიც კი არ ქონდა თავისი ისეთზე რომელიც თითქოს კოორდინაცია უნდა მოეხდინა ძალიან დიდხანს გვიმტკიცებდნენ რომ ეს სამდვილეში დაწინაურებაა ახლა უცებ გამოგვიცხადეს რომ ეს საჭირო აღარაა ეს სამინისტრო ანუ ეს თანამდებობაც გაუქმეს გადაყავთ იმ თანამდებობაზე და იმ მინისტრად რომელ სამინისტროსაც სექტემბერში აუქმებენ ну არ ვიცი ახლა აქ თუ ვინმე რამე რაღაც ისე დაწინაურების ლოგიკას დაინახავს არა უფრო მეტად ვფიქრობ მაინც რომ ეს არის თვითონ კობახიძის მომენტია უფრო თვითონ კობახიძის თანამებრძოლია დინარაძე უფრო მისი გუნდის ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი წევრია და უფრო ის კაჩავს ამ შემთხვევაში არა იმდენად ბიძინაევანიშვილი ეთანხმება რაღაცეებში უფრო მეტად აი რას მაგონებს იცით აი თქვენ თუ გახსოვთ ვისაც ახსოვთ სააკაშვილის მმართველობა დიახ სააკაშვილი როგორ ძალიან ხშირად დადიოდა ხოლმე რეგიონებში და მუდმივად დაქონდა ტრიბუნა ქონდა ერთი რაღაც თან დაატარებდა ამ ტრიბუნას მოგეთ სადაც ჩავიდო და სიტყვით გამოსვლა რო უნდა და დადგამდა იმ ტრიბუნას შედგებოდა ზედ და იწყებდა ლაპარაკს აი რაღაც ამ ტრიბუნასავით არის კობახიძისთვის დინარაძე სადაც მიდის ყველგან მიხავს მოგეთ სულ დახავს თან და ოღონდ განსხვავება ის არის რომ ის პრეზიდენტი იყო და რასაც უნდა იმას იზამდა და ის უსულონივთი იყო და აქ კობახიძე თვითონაც შეზღუდულია ჯერ თვითონ დინარაძეც ნივთი არ არის რომ ასე სადაც კიდე იქ დადო და მეორე ის რომ კობახიძეც შეზღუდულია ამ არჩევნებში საბოლოო ჯამში მაინც ბიძინაევანიშვილი წყვეტს ყველაფერს მათ შორის კობახიძის ბედსაც ასე რომ ამას მე არ შევხედავდი მაინც და მაინც სერიოზულად ეს არის უფრო რაღაც შიდა ძალაუფლებრივი გადმოადგილებები ვიღაცეები აქ ჩაიძირებიან ვიღაცეები ამოტივდებიან ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში რასაც ახლა უყურებთ პოლიტიკა და პოლიტიკის არსი არ იცვლება კი ბატონო რას ფიქრობთ იმ ვერსიაზე ბატონ დავით აი მაგალითად ჩვენი სტუმარი იყო მანი მიროტაძე რომელიც ფიქრობდა რომ რაღაცნაირად კობახიძე თავის ამ შემთხვევაში მეგობარს თუ ძმაკაც მამუკა დინარაძეს ვერ იმეტებს სახლში გასაშვებად არადა რეალურად ბიძინა ივანიშვილს უკვე უნდა მამუკა დინარაძის თავიდან მოშორება და ასე არ გონია მთლად კი ის რომ ვერ იმეტებს ეს ჩანს ეხლა რა თქმა უნდა მაგრამ ეხლა ბიძინას რომ უნდოდეს და მტკიცედ უნდოდეს მაგას ეხლა კობახიძე ვერ შეეწინააღმდეგება უბრალოდ ბიძინა ივანიშვილი ძალიან მიყვება ამ თამაშში და აწვალებს ცოტას თუ რა ვიცი მას საერთოდ ჩვევია ასე დროში გაწელვები როგორც გითხარით ეს პოლიტიკური ტენდენციის მიხედვით თუ რამეს ნიშნავს ამას დავინახავთ უფრო უახლოეს მომავალში ანუ პოლიტიკის ცვლილებას თუ დაეთყობა და ჯერჯერობით ახლა იქ მამუკა დინარაძე იქნება თუ ვიღაც სხვა იქნება ნუ პოლიტიკურ პროცესს და თვითონ ხელისუფლების დამოკიდებულებას პოლიტიკური პროცესისადმი ეს არ ცვლის ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ასეა კი ბატონო რაც შეეხება თიკარუხაძის ამბავს ამაზე რა შეგიძლიათ თქვით აქ საერთოდაც წარმოდგენა არ მაქვს თვითონ თქვა ჯანმრთელობის მდგომარეობაო და არ ვიცი არ არის გამორიცხული ასეც იყოს ყოველ შემთხვევაში მამით უფრო მეტად გავიგებთ ამ რა პროცესია იქ იმის და მიხედვით თუ ვინ დაინიშნება აი მისი რაღაცა მოადგილეები რომ არ დანიშნეს აუდიტიდან რომ ახალი ადამიანი წაიყვანეს მოვალეობის შემთხვევაში. არა, ეხლა ჯერჯერობით დროებით შემსრულებელი ეს სხვა არის, აი მინისტრი ვინ გახდება. ჯერ არ არის მე მგონი რა ცნობილი ვინ იქნება და. კი ბატონო. შეგიმდანაც არ გამოდის არაფერი ინფორმაცია და რაც არის, რატო წავიდა, რისთვის წავიდა, ხა ერთადერთი იმის თქვა შემიძლია მხოლოდ რომ იმიტომ არ წასულა რომ ეწინააღმდეგებოდა პოლიტიკას. ბიძინა ივანიშვილის ხედვებს და თავრობის პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდა პროტესტის ნიშნად არ წასულა ნამდვილად.
რატო წავიდა არ ვიცი მართალი გითხრათ. კი ბატონო და ბატონ დავით დღეს ცნობილი გახდა რომ შეიქმნა კიდევ ერთი საინიციატივო ჯგუფი რომელიც ქართული ოცნებისგან მოიხობს იმ კანონების მოწესრიგებას რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირების, ეროვნული ფასეულობების დაცვას. ჯგუფის წევრები არიან მსახიობი გიორგი შანიძე, რეჟისორი გიორგი სიხარულიძე და ბათუმის თეატრის დირექტორი კოტე მჟაბია. მათ ბრიფინგი ჰქონდათ საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის ოფისში. ჩვენ რამდენიმე დღის წინ ნახეთ MMA-ის მებრძოლის ბატონი ქართველიშვილია თუ არ ვცდები გვარად მის მიერ დაანონსებული ასევე მსგავსი ესე ვთქვათ მოძრაობა რა ტენდენცია არის ეს როგორ ფიქრობთ? აი აქ ყველაზე რთული არის ამაში გარკვევა მე მგონი იმიტომ რომ აქ ჩვენ საქმე რეალურად გვაქვს არა რაღაცა ისეთ მყარ პოლიტიკურ ლოგიკასთან ახლა იცით რა არის აი რაც ყველაზე გავრცელებული ვერსიაა რომ ხელისუფლებას უნდა დიქტატურის დამყარება რაღაცა ამ დგამს დაბიჯებს კი ეს მომენტიც არის რა თქმა უნდა რომ უნდა მეტი კონცენტრაცია ძალაუფლებაში მაგრამ ეხლა როგორც წესი დიქტატურას როცა ამყარებ და როცა აი ძალიან ღია დიქტატურა გადადიხარ მაინც და მაინც ნაკლებად გაინტერესებს ხალხი შენზე რას ამბობს ეხლა როგორც არ მოგიდგენიათ რაღაცა სიკვდილის ესკადრონები რო შექმნან ვიღაცა სადმე ვიღაც აფრიკის აზიის ან ლათინური ამერიკის ქვეყანაში რო ქმნიდეს ასე სტრუქტურას ვიღაცა გამოაცხადოს და მე მეორე დღეს გამოვიდეს და იწუწუნოს რომ დამაბულინგეს და დამცინიან. ეხლა ესეთ რაღაც არის გამორიცხული. ასეთ სტრუქტურას თუ ქმნი და თუ შენ იმაზე მიდიხარ რომ და ჩაახშო ძალისმიერი გზით ყველანაირ უკმაყოფილების გამოხატულება, მაშინ ეს უკვე უნდა ვიგრძნოთ ყველა სოციალური ქსელებიც უნდა იყოს აკრძალული და საერთოდ ხმას არ უნდა ვიღებდეთ და საერთოდ ოპოზიციას და ყველას დაგვიჭირონ და მოკლედ დიქტატურა ეს არის რომ არ გაძლევს საშუალებას განძრევის. აქ რაღაცნაირად თან დიქტატურა უნდა, თან უნდათ რომ ესე შეგვაშინონ. თან არ უნდათ რომ დაცინონ და თან ისიც არის იმაზე წუწუნებენ რატო დაგცინითო. რაღაცა ერთხელ გამოვიდა თქვა რომ მე მზადავარ ციხეში წავიდეთო ეს ქართველიშვილი კაცო გავლახავთ ყველას წინადღით იძახე რომ გაიდინგებიან ყველა ვინც რაღაც სიწმინდეებს შეეხება ეს რას ნიშნავს ეს სიწმინდეების შეეხება ამას არ განმარტავენ თან ეს ძალიან ზოგადად ითქმება როგორც წესი რომ რაღაცა ისტორიის შეურაცხყოფას როგორც ბრძანა სრულიად გენიალური ფრაზა ბატონმა მებრძოლმა ქართველიშვილმა რას ნიშნავს ისტორიის შეურაცხყოფა თუ ახსნის ამას საერთოდ ვინმე ეს ზოგადად ასეთ რაღაცა ღირებულებას ნუ შეეხებით მაგრამ თან ეს უნდათ რომ ესე იგი რაღაცნაირად ვითომ დემოკრატებად დარჩენ თუ რაღაცა რომ აი არ ზღუდავენ რაღაც ადამიანებს და თან ის არ უნდათ რომ დასცინო და რაღაცა ისაკნა და მე ამიტომ რაღაცა გადააკეთეს ნათქვამი რომ არა ციხეში კი არ მედივარ სინამდვილეში მშვიდობიანად გვინდა და რა ვიცემად არ ვაპირებო მე ეთყობა ეს ჩათვალეს რომ ესეც არასაკმარისია და ახლა რაღაცა მსახიობები და რეჟისორები და თეატრის დირექტორები მოიყვანეს რომ აი ესენი იძახიან რომ ჩვენ რაღაც რეკომენდაციით უნდა შევიდეთ და რა რეკომენდაცია ჭირდება ხა არჩილ გორდულაძეს და რეკომენდაცია რა ჭირდება ან იმაზე აპოაშვის თვითონაც დაწერს რამე თუ უნდა და თვითონაც შემოიღებს რამის აკრძალვას ეხა მაგის მეც მაინც არაფერს არ აკეთებენ იქა და ამიტომ ნუ აი როგორ გითხრათ გაუგებარია აი ძალიან სასაცილო და კომიკურია ეს ჩვენ გვთავზე რო არ ხდებოდეს და ჩვენ ქვეყანაში და ჩვენ სამშობლოში რო არ ხდებოდეს ეს ამბავი აი გარედან რო შეხედო ამას გარე თვალით უცხოელის თვალით დიახ ნუ რაღაცა ცირკია მოკლედ აი ძველი გამოთქვა რო ვიხსენე ეს არ არის სერიოზული აი ერთხელ ხელისუფლების ამჟამინდელი პროპაგანდის საკნათქვამი ადრე სულ სხვა სიტუაციაზე მაგრამ ამ სიტუაციას უფრო შეეფერება ზაზა შატირიშვილი იძახდა ხოლმე ამას ხშირად ადრე წინა ხელისუფლების დროს მაგრამ მე ვფიქრობ რომ აი ამ სიტუაციას დღეს რო ამ ხელისუფლების დროს ამას უფრო შეესაბამება მისი ეს გამონათქვამი მდგომარეობა არის ძალიან მძიმე მაგრამ ძალიან არასერიოზული აი ეს არის გასაგებია მადლობა ძალიან დიდი მადლობა ბატონ დავით მადლობა იმისთვის რომ დაგვითმეთ დრო და მიიღეთ გადაცემაში